მადლობა ამ შეკითხვისთვის, მაგრამ აქვე მივაყოლებ, რომ პასუხს არ გავცემ ამ შეკითხვას. დაცული ხარ, როცა თავისუფალი მედია არსებობს. ერთადერთი გადარჩენა არის თავისუფალი მედია და საგამოძიებო ჟურნალისტიკა. მე მაინც მგონია, რომ გავიმარჯვებთ. დღეს ჩვენ ქვეყანაში, მაშინ როდესაც საკმაოდ კატასტროფული ვითარებაა, ვინაიდან არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, არ არსებობს თავისუფალი საპოლიციო სისტემა, ერთადერთი გადარჩენა არის თავისუფალი მედია და საგამოძიებო ჟურნალისტიკა. მედია არის ერთადერთი შუქურა, სადაც შეგიძლია რომ შენი ხმა გააჟღერო, სიმართლე გაიგო, გაუზიარო ადამიანებს და თუ რამე სამართლის პოვნა გჭირდება, საგამოძიებო ჟურნალისტიკა არის ის ერთადერთი ადგილი და სფერო და ის ერთადერთი ადამიანები, რომლებიც შენ გვერდში დაგიდგებიან და დღეს ეს სფერო და ეს ხალხი არიან ჩვენი გადარჩენა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ამის დაცვა და ყველანი უნდა დავდგეთ სადარაჯოზე, რომ მედიას და საგამოძიებო ჟურნალისტიკას ზოგადად არაფერი არ შეეხოს. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებელი მედიის არსებობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებს მისცეს თავისუფლება ინფორმაციული წყაროების და იმის, რომ საკუთარი აზრის ჩამოყალიბების საშუალება ქონდეთ. რაც შეუძლებელი არის, როდესაც პროპაგანდის რაღაც ინფორმაციულ ბაბლში ვარსებობთ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერა რომ ყველაფერი პროპაგანდა არის, ყველა მხრიდან უნდა არსებობდეს და ყველა მედიას უნდა ქონდეს იმის საშუალება, რომ გააკრიტიკოს ის, ვინც უნდა რომ გააკრიტიკოს და ადამიანებს მისცეს საშუალება, რომ ქონდეთ თავისი დამოუკიდებელი აზრი. თავისუფალი მედია და საგამოძიებო ჟურნალისტიკა გვჭირდება იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა ხდება ქვეყანაში, რაში იხარჯება ფული, რომელსაც გადასახადის სახით ვიხდით, როგორ იჩაგრებიან ადამიანები იქ, სადაც ვერ აღწევს ჩვენი ყოველდღიური ყურადღება, თავისუფალი მედია გვჭირდება იმისთვის, რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ თავისუფლად. დაცული ხარ, როცა თავისუფალი მედია არსებობს შენს ქვეყანაში, იმიტომ რომ შენს დაცული ხარ, გარემოც დაცულია და ხელისუფალსაც არ აქვს შანსი, რომ მეტი დანაშაული ჩაიდინოს. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია და საგამოძიებო მედია. თავისუფალი მედიის არსებობა შესაბამისად უზრუნველყოფს ნებისმიერი ფაქტის იქნება ეს კარგი თუ ცუდი იქნება, ეს შრომით უფლებებზე იქნება, ზოგადად თანაბარ უფლებიანობაზე თუ ასე შემდეგ, ყველა ფაქტი რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ქუჩაში, ჩვენს რეალობაში, ყველაფერი იყოს ზუსტად ისე გადმოცემული და მოტანილი ჩვენამდე, როგორც მოხდა და ყველაფერი იყოს ნათელი. და გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებაც ძალიან საინტერესო იდეაა, იმიტომ რომ პირდაპირ უზრუნველყოფს ეს იდეა, დარწმუნებული ვარ, თავისუფალ მედიას და ზუსტად ამის ხელი შეწყობისკენაა მიმართული. ზოგადად ინფორმაციის გარეშე არ არსებობს თანამედროვე საზოგადოება. თავისუფალი კრიტიკული მედიის გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება. საგამოძიებო ჟურნალისტიკა გვეხმარება იმაში, რომ გავარკვიოთ ისეთი ფაქტები, რაც დაფარულია საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადოებას არ აქვს პასუხი. ამის გარეშე ნორმალური დემოკრატიული განვითარება საზოგადოების ზოგადად ქვეყნის არის წარმოუდგენელი და შეუძლებელი. ამიტომ არ ვიცი, მე მგონია, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც დღეს არსებობს საქართველოში და მედიის განვითარების და არსებობის კუთხით, მე მაინც მგონია, რომ გავიმარჯვებთ და საქართველოში იქნება თავისუფალი კრიტიკული მედია. მადლობა ამ შეკითხვისთვის, მაგრამ აქვე მივაყოლებ, რომ პასუხს არ გავცემ ამ შეკითხვას, იმიტომ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი სამწუხაროა და როგორი სავალალოა, რომ ამ თემაზე უბრალოდ ლაპარაკი და კითხვა-პასუხი არის საჭირო, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვინც ამ ვიდეოს უყურებს და ახსნა ჩემგან ჭირდება ან ვინმესგან რატო არის საჭირო. მაგის გარეშე არ არსებობს არც დემოკრატიული სისტემა არ არსებობს, უბრალოდ არ გეცოდინება შენს გარშემო რა ხდება. ეს არ არის არც ევროპული ამბავი, არც აზიური ამბავი, არც ამერიკული, არც ქართული, ეს არის ელემენტარული, რომ ვიღაცის საქმე არის, რომ ჩახედოს იმას, რომ ვიღაც შეიძლება აშავებდეს ადამიანი, რომელსაც ძალაუფლება აქვს, ფულის არ ნაწილდება, როგორც უნდა ნაწილდებოდეს. ეს ხდება ყველგან და თუ მედია არის ამ სამას ძალიან გაჭირდება ამის გამოძიება.